რაც ქართულმა ოცნებამ ქვეყნის შიგნით დაასრულა, შესაძლოა საერთაშორისო დონეზე უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. ლაპარაკია ქიმიური მოწამვლის საქმეზე, რაც BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ვრცელი საგამოძიებო ფილმით გახდა ცნობილი. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმში გამოთქმულ ბრალდებებზე ოცნებას ამ დრომდე არ უპასუხია. კერძოდ, ისევ პასუხგაუცემელი დარჩა, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს გასული წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. ან გამოიყენეს თუ არა მოქალაქეების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული გამხსნელი ნივთიერება ტრიქლორეთილენი, რომელიც მძიმე შედეგების გამომწვევია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. საკმაოდ მძლავრია, გაცილებით მძლავრი, ვიდრე წყლის ჭაულის ძველი მანქანები. რამდენიმე დღიანი გამოძიება ოცნების ხელისუფლებამ ისე დაასრულა, რომ მოქალაქეებს, მათ შორის მათაც, ვისაც ამ დარბევების დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდა. მაგრამ პასუხებს ოცნებისგან დასავლეთიდანაც ითხოვენ. ამ შემთხვევაში ბრიტანეთის პარლამენტიდან, სადაც საკუთარი მთავრობისგან ითხოვენ ოცნების მიმართ ზომების გამკაცრებას. ასეთი ლორდთა პალატის წევრი ჯორჯ ფოულკესია ლეიბორისტული პარტიიდან, რომელმაც კითხვებით მიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საკითხებში ბარონესა ჯენიფერ ჩაპმანს. კითხვები ეხებოდა, რა ზომების მიღებას გეგმავს ბრიტანეთის მთავრობა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და გეგმავენ თუ არა მაღალი რანგის ოფიციალური პირების დასანქცირებას. კითხვა მიემართებოდა სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც პარლამენტარების მიერ ერთი თვის წინაც დასმული შეკითხვების საპასუხოდ გამოხატა შეშფოთება გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისა და აქციების პოლიციური კონტროლის გამო. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც მისი მტკიცებით ამ ბრალდებების საპასუხოდ ჩაატარა. კვლავ მოვუწოდებთ მათ დაიცვან შეკრების თავისუფლება და პასუხისმგებლობა დააკისრონ მათ, ვინც პასუხისმგებელია პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე. ბრიტანელი მინისტრის ეს პასუხი ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მიერ ჩატარებული გამოძიება საკმარისი არ არის და სანქციები შეიძლება გამოიყენოს ლონდონმა ოცნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ ჯერ უცნობია. მოსალოდნელ რეაგირებას ბრიტანეთი წინასწარ არ აანონსებს. მაგრამ სანქციები რომ ნამდვილად იქნება, ამაში ოპოზიციას არწმუნებს საერთაშორისო დაინტერესებაც და ოცნების უმოქმედობაც. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს სწრაფ მოქმედებებში ისევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთის მხრივ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების მოქმედება იქნება ეს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თუ სხვა მექანიზმები და მეორეს მხრივ სასანქციო მექანიზმების მოქმედება, რომელიც ვიცით რომ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში უკვე დაწყებულია, ასევე ხდება მტკიცებულებების შეგროვება კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს რომ ქიმიური იარაღის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ფაქტი ამ მოქმედებებს დააჩქარებს. ბრიტანეთის სანქციები, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობ და რომელიც ფაქტობრივად დამტკიცებული არის, ყველანაირი საფუძველი ეძლევა უკვე ლეგალურად, სამართლიანად, დადასტურებულად ეს სანქციები შევიდეს ძალაში. ქიმიური იარაღის გამოყენება, რუსეთის დახმარება არის წითელი ხაზები ბრიტანეთისთვის და არა მარტო ბრიტანეთისთვის, უბრალოდ ბრიტანეთს შეუძლია სანქციები დააწესოს და მოუკიდებლად ევროკავშირისგან განსხვავებით და ამას აღასრულებს კიდეც. ქართული ოცნება კი არათუ ლონდონისთვის პასუხების გაცემას არ გეგმავს, პირიქით იქით ითხოვს ბოდიშს, რაც უცნაურია, რადგან BBC დამოუკიდებელი მაუწყებელია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს არ გამოხატავს. BBC-სთან ურთიერთობის გარკვევა კი ოცნებამ ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში დაანონსა, თუმცა ჯერ ეს პროცესიც კი არ დაუწყია. ბრიტანეთისგან ჩვენ ველოდებით BBC-ს ამაზრზენი რეპორტაჟის გამო ბოდიშის მოხდას. გაგეცით პასუხი. ეს აემას ველოდებით, ხომ მეკითხებით რას ველოდებით და აემას ველოდებით. ბრიტანეთისგან რასაც ველოდებით, ის გითხარით. მნიშვნელოვანია სიმართლეს გაუსწორონ თვალები და ქართველი ხალხის ნებასურვილს მოусმინონ, რაც გულისხმობს საარჩევნო ურნებთან ხმის მიცემის შემდგომ ფორმირებულ ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის აზრს და სურვილებს გამოხატავს და მას დაელაპარაკო. BBC რომ ყარი მტკიცებულებების გარეშე ამ ხმაურიან საგამოძიებო ფილმს არ გამოაქვეყნებდა, კარგად იციან სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი целიან, რომ ბრიტანეთი, როგორც სამართლებრივი ნორმების დამცველი ქვეყანა, ჯერ ქართული ოცნების პასუხებს დაელოდება. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მკაცრი ნაბიჯები სანქციების სახით. სანამ ასეთ სანქციებს უხილავთ, ცხადია იქ იქნება იურიდიული პროცესი, იქნება მოლოდინები, რომ თქვათ ქართული ოცნებისგან გარკვეული ნაბიჯები დაინახოს ბრიტანეთმა. ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯები რეალურად გადაიდგმება და უკვე შემდეგ ბრიტანეთის რეაქცია იქნება საკმაოდ ხისტი. ამიტომ ალბათ შემდეგ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ ბრიტანეთის და საქართველოს შორის ურთიერთობების უკვე არარსებული პრინციპში ურთიერთობების უფრო გაფუჭებას და სანქციებად შეიძლება უფრო ხელშესახებები გახდეს. ამ ეტაპზე, რასაც უყურებთ, მათ აქვთ ინტერესი ამ
საკითხის მიმართ ისინი უყურებენ ამ საკითხს ეს დასტურია იმის რომ საბოლოო ჯამში ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩება ამას არ ექნება უბრალოდ ესე ვთქვათ ეს ერთ-ერთ რიგით ჩავლილ საკითხად არ შეიძლება ჩავთვალოთ და სანამ სანდო გამოძიება არ იქნება ჩატარებული, ბუნებრივია ეს საკითხი ყურადღების ცენტრში დარჩება. ბრიტანელი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვა მოიცავდა ოცნების მაღალ ჩინოსნების შესაძლო დასანქცირებას 2019 წლის ქიმიური იარაღის რეგულაციების შესაბამისად. სანქციების ეს მექანიზმი ლონდონს უკვე აქვს გამოყენებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი ქიმიური თავდასხმის გამო. მაგალითად, ეს სანქციები დაუწესდათ ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლისა და სკრიპალების მოწამვლის საქმეში ჩართულ პირებს.